ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში აშკარად იმატა უცხოელი ტურისტების რაოდენობა. უცხოელების განა? გურულები, რაჭველები, კახელები, სხვადასხვა დიალექტებია და ქართული საუბარია გაგიზრდებოდა. პრეზიდენტმა ეს ფრაზა ისე მიიღო, როგორც ჩვეულებრივი ამბავი. ესე იგი, გურულები, კახელები, რაჭველები და ასე შემდეგ მან უცხოელებად აღიქვა. და ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც ის ბუნიობიდან ბუნიობამდე დროს უცხოეთში ატარებს. გარემოს დაცვის სამინისტროში ქრთამის აღების ფაქტზე 11 თანამშრომელი დააკავეს. უპრეცედენტო დაკავება სამართო დამცველებმა გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის დაცვის ინსპექციის 9 წევრი, 2 კი სატყეო დეპარტამენტის თანამშრომელი აიყვანეს. არა, მე არ ვიცი ხა. ეს მთავრობა, ესე იგი, რას ფიქრობს და რა პოლიტიკას ატარებს. აი, ყოველ თვე რომ სიმღერებს გვიწერს გარემოს დაცვის მინისტრი, ანუ გოგა ხაჩიძე, იმ სიმღერებს ან ტექსტის დაწერა არ უნდა, ან არანჟირება, ან ხმის მონტაჟი? არა, წარმოუდგენელია ხა. 11 მუსიკოს, 11 ხელოვანს ერთ დღეში რომ იჭერთ. აი, მარტო გოგამ რამდენი უნდა მოასწროს? სასიხარულო ინფორმაცია მაქვს ბათუმელთათვის. სულ მალე ჩვენს ულამაზეს ზღვისპირა ქალაქში სტივ ვანდერი ჩამოვა. სტივ ვანდერი, ესე იგი, პირადად პრეზიდენტის მოწვევით ჩამოდის და მან კონცერტის დროს უნდა დაგმოს ალექსანდრე ებრალიძის სურვილი გახდეს საქართველოს პრეზიდენტი და გარდა ამისა, სტივი ვანდერმა არჩევნები უნდა შეაფასოს დემოკრატიულად. ალბათ საქართველოში არიციან, რომ სტივს უკვე ნამღერი აქვს CS:GO-სთვის. Karuseli mqdari suli აღარ არის არჩევნებზე გადამწყვეტი უგულავა თუ მოიგებს ამის მეტი აღარ გვინდა არაფერი CS:GO გეტყვი რომ I love you CS:GO გეტყვი რომ ჩვენი საფთიაქო ქსელი რევერსი გთავაზობთ 100%-იან ფასმატებას. ჩვენთან ყველა წამალი უკვე გაძვირდა. გაძვირებული წამალი თქვენი ოჯახის ჯანმრთელობა. გაძვირებული წამალი თქვენი შვილების მომავალია. გაძვირებული წამალი მოგვრით შვებასა და სიამოვნებას მთელს ორგანიზმში. შეიძინეთ ვალერიანი $2000 და იყავით ბედნიერი. შეიძინეთ რა? შეიძენთ. რევერსი 15 წელი თქვენს სამსახურში. გინდათ მედია თავისუფალიც იყოს და ამავდროულად თქვენს აკონტროლებდეთ? გინდათ თქვენს მიერ კონტროლირებადი ტელევიზია ხალხს აშინებდეს? გეშინიათ თქვენი ფინანსური გამჭვირვალობის? გამოიძახეთ არაბი ინვესტორი და დააბრალეთ ინვესტიციის ჩადება თქვენს მიერ გახსნილ სასტუმროებში, ბანკებში, ტელეარხებში, ბათუმის განვითარებაში, პორტების აშენებაში და სხვა საზოგადოებისთვის სასარგებლო ობიექტებში. აკრიფეთ 20 და არაბი ინვესტორი უმალ თქვენს სამსახურში გაჩნდება. არაბი ინვესტორი, თქვენი საუკეთესო ნიღაბი. ნაციონალური მოძრაობის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარებას კიდევ ერთხელ ამერიკელი კონგრესმენები გამოეხმაურნენ და წერილობითაც დაადასტურეს არჩევნების გამჭვირვალეობა და დემოკრატიულობა. ადგილობრივი არჩევნებმა საქართველოში ძალიან პოზიტიური პროგრესი აჩვენა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის კონგრესის საქართველოს ქვეკომიტეტის ხელმძღვანელი სელისონ შვარცის წერილში, რომელიც მან კონგრესმენებს გაუგზავნა. სხვათა შორის ეს წერილი ძალიან მოეწონა გაზეთ Washington Post-ის რედაქციას და საკუთარ ფურცლებზე თითქმის სრული ვერსია გამოაქვეყნა. და როდესაც ნაციონალური მოძრაობის შტაბში ნერვიულობდნენ იმაზე, თუ რა შეფასებას მისცემდნენ უცხოური დემოკრატიული მედია საშუალებები ქართულ არჩევნებს, მათ ოფისში Washington Post-ის ბოლო ნომერი გამოჩნდა. მოდით ვნახოთ ნაციონალური მოძრაობის შტაბში განვითარებული მოვლენების ამსახველი კადრები. ნეტა რა შეფასებას მისცემენ ამერიკელები ამ არჩევნებს? მეტი ნარკომანი უნდა გამოგვეშვა ციხიდან. რაო, რა თქვი? ნარკომანები კი არა, უფრო მეტი პარტიული ქალები უნდა დაგვიმატებინა საარჩევნო უბნებზე. რატომ ნერვიულობთ? ხვალვე მოგვილოცავს ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვებას. ხომასწია მიშა.
არ მოგვილოცავენ და თავის თავს დააბრალო. გრიგოლ ვაშაძე მოდის. გრიგოლ ვაშაძე. დასხედით. თქვენთვის სიურპრიზი მაქვს. Washington Post-ში წერილია ნაცებო. კარგად მომისმინეთ. პოპულარული ქართული ხელსაქმე exit poll-ი ჩვენებურად არჩევნები სულ უფრო და უფრო ვითარდება საქართველოში. ამ გრანდიოზულ ხელსაქმეს ხელმძღვანელობს მიხეილ სააკაშვილი და მისი შესანიშნავი გუნდი. ნაცებმა რამდენიმე არჩევნები ჩაატარა და ყველგან გამარჯვებული გამოვიდა. ნაციონალური მოძრაობა ამართლებს თავის სახელწოდებას. აგრესიულად ამკვიდრებს დემოკრატიის პრინციპებს და თავისუფალ სასამართლოს. გუნდს ხელმძღვანელობს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ევროპაში რეფორმატორად არის ცნობილი. ქვეყნის უშიშროებას იცავს ვანო მერაბიშვილი, ის გახლავთ ნამდვილი კატა, რომელსაც მინისტრის სახე აქვს მიღებული. გუნდში მოღვაწეობენ მამული შვილები, ბაჩო ახალაია, დათა ახალაია, მათი დეიდაშვილი ზურა ბადეიშვილი, გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი, ეცავა ნახსენები, კობა სუბელიანი, დავით ბაქრაძე და ორი მასონი, რომელთა გვარის ხსენებაც კატეგორიულად გვეკრძალება. უსურვოთ ნაციონალებს არჩევნების მოგება და წარმატებები დემოკრატიის ეკლიან გზაზე. ელისონ შვარცი. მეგობრებო, იცით რას ნიშნავს ეს? რედაქტორ, გამომცემელი ჯორჯ სოროსი. ეს გახლდათ ნაციონალური მოძრაობის შტაბ-ბინაში განვითარებული მოვლენების ამსახველი კადრები. ეს გახლდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასი კოუდიშვილისგან და ერთ რჩევას მოგცემთ. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.